სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოებამ 2014 წლის 15 ივნისის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების მონიტორინგის მეორე შუალედური ანგარიში გამოაქვეყნა. ორგანიზაციამ წინა საარჩევნო პერიოდში ადმინისტრაციული რესურსების გამოყენებისა და სავარაუდო მოსყიდვის შესაძლო შემთხვევები დააფიქსირა. ანგარიში 20 აპრილიდან 11 მაისის ჩათვლით პერიოდს მოიცავს. არასამთავრობო ორგანიზაციის მიერ წარმოდგენილ კვლევის შედეგებს კახა კუპატაძე გიამბობთ. 25 აპრილს ყვარლის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დახურული სხდომის ჩატარება, გამგებლის დავით ქევხიშვილის და მასთან ერთად 17 პირის დაკავება და შემდგომში გათავისუფლება. ეს ფაქტი სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოების ანგარიშში მოხვდა. არასამთავრობო ორგანიზაციას მიაჩნია, რომ დავით ქევხიშვილის მიმართ განხორციელებული ეს ქმედებები არჩევნებში შესაძლო მონაწილეობის გამო მის დისკრედიტაციას უკავშირდება. გამოვლინდა სავარაუდო მოსყიდვის 6 ფაქტი, მათ შორის ორგანიზაციის ანგარიში ახმეტასა და დედოფლის წყაროში დაფიქსირებული დარღვევებიც მოხვდა. სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოების შეფასებით, სავარაუდო მოსყიდვა იყო, როდესაც ახმეტის გამგებლის მოვალეობის შემსრულებელმა ბექაბაიდაურმა 10 აპრილს ქართული ოცნების ადგილობრივი შტაბის ხელმძღვანელთან ერთად მთათუშეთში მოსახლეობას სურსათი და მედიკამენტები გადასცა. ვერტფრენის მომსახურების ჩათვლით ხარჯები სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაიხარჯა. ტენდენციას წარმოადგენდა ადმინისტრაციული რესურსის გამოყენების ფაქტები, რაც მმართველი გუნდის მიერ წინა საარჩევნოდ არაერთი სოციალურ ინფრასტრუქტურული პროექტების ინიცირებასა და ბიუჯეტში მოდიფიცირებაში გამოიხატა. ადგილი ჰქონდა 7 ასეთ შემთხვევას. წინა საარჩევნო პერიოდში ხელფასები გაეზარდათ დედოფლის წყაროს სკოლამდელი აღზრდის ცენტრის თანამშრომლებს. 1 მაისიდან 250-ვე მასწავლებელი 30%-ით გაზრდილ სახელფასო ანაზღაურებას მიიღებს. მონიტორინგის ფარგლებში გამოვლინდა ძირითადად წარმოდგენილი იყო დღეს მეორე შუალედური ანგარიში, სადაც მოხდა ფაქტიურად 3 შემთხვევა კახეთიდან. ეს იყო სავარაუდო ადმინისტრაციული რესურსის გამოყენება დედოფლის წყაროში და ახმეტაში და ასევე იყო თქვათ ყვარლის ფაქტი, სადაც უშუალოდ საკრებულოს მიერ იყო გადაყენებული გამგებელი, რაც წინა საარჩევნო პერიოდისთვის არის დაუშვი. საქართველოს მთავრობის განკარგულებით არჩევნების დანიშვნამდე 4 დღით ადრე ადგილობრივ თვითმმართველობებში განსახორციელებელი პროექტებისთვის დაფინანსება დაახლოებით 127 მილიონი ლარით გაიზარდა. სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოების ანგარიში ყურადღებაა გამახვილებული პარტიების მიერ ამ დროისათვის დასახელებულ კანდიდატებს შორის გენდერულ ბალანსთან დაკავშირებით. ორგანიზაციას მიაჩნია, რომ ქალთა ჩართულობა უხეშადაა დარღვეული და ქალი კანდიდატები ძირითადად არ არიან წარმოდგენილნი. არასამთავრობო ორგანიზაციამ ხელისუფლებას პოლიტიკურ პარტიებსა და სამართლებრივ ორგანოებს კონკრეტული რეკომენდაციები უკვე გაუგზავნა.